სრულიად შესაძლებელია, რომ საომარი ისტერიის გაღვივების თვალსაზრისით გერმანული მედია და საზოგადოება მართლაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყოს. თუმცა მე არ დავეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ ეს მხოლოდ გერმანიის პრობლემაა. ჩემი დაკვირვებითა და იმ ანალიტიკურ მასალებზე დაყრდნობით, რომლებსაც კოგნიტური ომის შესახებ ვკითხულობ, სურათი ასეთია: პროპაგანდისტული სტრატეგიები სპეციალურად იცვლება და კონკრეტულ ქვეყნებზე, ეთნიკურ ჯგუფებსა და კულტურებზეა მორგებული. პროპაგანდა ყველგან ერთნაირი არ არის. მარკეტინგის ენაზე რომ ვთქვათ, ისინი პროპაგანდის ლოკალიზაციას მიმართავენ. დიახ, რა თქმა უნდა. მათ მშვენივრად იციან, რომ შვეიცარიელებს სულ სხვა ენით უნდა ელაპარაკონ. იტალიელებს, ფრანგებს, გერმანელებსა თუ ავსტრიელებს კი სულ სხვაგვარად. მაგალითად, ავსტრიისა და შვეიცარიის მოსახლეობას უმტკიცებენ. ჩვენ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ, რადგან მათთვის ეს თემა მგრძნობიარეა. ეს თქვენი ექსპერტიზის სფეროა, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ქვეყნებში ნეიტრალიტეტი მხოლოდ პოლიტიკური იარლიყია და რეალობას არ ასახავს. რეალურად რა ხდება? მაგალითად, ავსტრიაში ვიცით, რომ სამხედრო ტექნიკით დატვირთული უამრავი მატარებელი მოძრაობს უკრაინის მიმართულებით. ავსტრია იარაღის ტრანზიტისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ნეიტრალიტეტის პრინციპს. რაც შეეხება შვეიცარიას, ვიცით, რომ ისინიც გარკვეულწილად მხარს უჭერენ ამ ომს. არ ვიცი მეთანხმებით თუ არა, მაგრამ რუსეთთან მიმართებით შვეიცარია 100%-ით ნეიტრალური ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, გვყავს მოკავშირეთა კოალიცია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რომლებიც ერთ ფრონტზე დგანან. ასე რომ მეც ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ გერმანიის პრობლემაა. ეს მთელი ევროპის გამოწვევაა. დიახ, ჩვენ გვყავს კაია კალასი, რომელზეც ბევრი გვისაუბრია. გვყავს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ეს ლიდერები მუდმივად ომისკენ მოგვიწოდებენ და უკრაინას მილიარდობით ევროს პირდებიან. უნებლიეთ ჩნდება შეკითხვა, საიდან მოდის ეს ფული? ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ევროპაში არსებობენ მშვიდობის მოყვარე ქვეყნები და ქვეყნები, რომლებიც ომს აწარმოებენ. სამწუხაროდ ასეთი დაყოფა არ არსებობს. მე ვიტყოდი, რომ ევროპელები შავ დღეში ერთად არიან. მათ ზურგს უკან ამერიკელები დგანან, რომლებიც უბიძგებენ. ეს ომი თქვენია. ეს დონალდ ტრამპის ახალი ნარატივია. თქვენ დაიწყეთ და თქვენვე უნდა დაასრულოთ. ჩვენ ამ საფასურის გადახდა არ გვინდა. გასაკვირია, მაგრამ ევროპელები დიდი სიამოვნებით იღებენ ამ ტვირთს. რა თქმა უნდა, გერმანია წამყვანი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტ ფულს დებს. იქნება ეს უკრაინელი ლტოლვილების დახმარება, სამხედრო მხარდაჭერა თუ სხვა. გარდა ამისა, გერმანიაში ამერიკის უმსხვილესი სამხედრო ბაზებია განთავსებული, რომლებიც მხარეებს პროპაგანდისთვის საჭირო სადაზვერო მონაცემებს აწვდიან. ჩვენ ყველანი ერთ ნავში სხედვართ. ევროპელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს ომი ჩვენს ინტერესებში საერთოდ არ შედის. ჩვენი ინტერესებისთვის რუსეთთან მშვიდობის მიღწევაა მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი მცირე შენიშვნა. როგორც მეცნიერი ვცდილობ სხვადასხვა კვლევითი დისციპლინების პასუხებს გავეცნო. მაინტერესებდა, რას გვთავაზობდა დღეს მშვიდობის კვლევების სფერო, რომელიც ჩემი აზრით ამ ეტაპზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიმართულებაა. მოდით გერმანელ პოლიტიკოსებს გადავხედოთ. მაგალითად, მარი აგნეს შტრაკ-ციმერმანს, რომელმაც ავსტრიულ ტელევიზიაში გამოსვლისას ვლადიმირ პუტინზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ასობით მილიონი ადამიანი ამოხოცა. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა სურსათით უზრუნველყოფს პლანეტის 70 მილიარდ ადამიანს. ეს მართლაც სერიოზული მიღწევაა, მაგრამ როგორ ახერხებენ 70 მილიარდის გამოკვებას, როცა მსოფლიოში სულ 8,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. აი ასეთი პოლიტიკოსები გვყავს: კაია კალასი, ფონ დერ ლაიენი და სხვები. გერმანიაში გვყავდა ანა-ლენა ბერბოკიც, რომელიც ახლა გაეროშია გადასული. და როცა ამ ფონზე მშვიდობის კვლევების სამეცნიერო ნაშრომებს ვკითხულობ და ვსვამ შეკითხვას, რა არის გამოსავალი, რა გვჭირდება ამ მომენტში? არ გეხომრებით, იქ შავით თეთრზე წერია. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ გვჭირდება მეტი ფემინისტური საგარეო პოლიტიკა. ამას კითხულობ და ფიქრობ, მართლა ეს არის გამოსავალი? ამ ეტაპზე მეცნიერებისგანაც კი ძალიან რთულია სწორი პასუხების მიღება. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი პასუხი თავად ხალხისგან უნდა წამოვიდეს. ეს უნდა იყოს იმ ადამიანების გონებისა და გულის ხმა, ვინც ამ კონფლიქტისგან რეალურად ზარალდება. მათ მკაფიოდ უნდა თქვან, არა, შეაჩერეთ ეს, ჩვენ ეს ომი არ გვინდა, მაგრამ სწორედ აქ არის პრობლემა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.